488 ხმით 137-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა ევროკომისიის 27 წევრიანი შემადგენლობა უკვე დაამტკიცა. კომისიის ახალი შემადგენლობა გასული წლის ნოემბერში უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა ნოემბრამდე ლისაბონის ხელშეკრულებაზე მუშაობა ვერ დასრულდა, რამაც ეს პროცესი შეაფერხა. პარლამენტმა ყველა წევრი ქვეყნის კანდიდატურა ბოლოჯერ განიხილა, რადგან ლისაბონის ხელშეკრულების მიხედვით კომისრების რაოდენობა 2014 წლისათვის შემცირდება. ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული ხოსე მანუელ ბაროზო რჩება. ახალ შემადგენლობაში შევიდა ბრიტანელი ბარონეს აშტონი, რომელმაც საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ახლად შექმნილი პოსტი დაიკავა. ევროკომისია ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა, რომლის ძირითად ამოცანასაც ახალი კანონების მიღება წარმოადგენს. ევროკომისიის ახლად არჩეული შემადგენლობა 5 წლის განმავლობაში ახალი წევრების არჩევამდე იმუშავებს.